ძალიან საყვარელი პაკისტანელი კი არა და ამერიკელი ქალი როა პაკისტანში რა ჩავიდეს 18 წლის ბიჭს რომ უნდა გაყოლოდა ცოლად თვითონ არის 13 წლის აღარ ბრუნდება თავის ქვეყანაში იმიტომ რომ აცხადებს რომ მორჩა დღიდან უკვე თვითონაც პაკისტანელია მაგრამ თვითონ პაკისტანში ატრიალებს აი საოცარ ამბებს იმიტომ რომ ანუ რაღაც ქუსეში დადის რაღაც პრეს კონფერენციებს აწყობს და მართლა მიდის ძალიან ბევრი ადამიანი საინტერესო რომ მართლა როგორი მოწყენილი უნდა იყოს პაკისტანის პრესა რომ ანუ ამხელ ყურადღება მიაპყრონ ყოველდღიურად თამქოს და რაღაც შესაბამისი ჯგუფი დაყვება რომელიც ამხელს ყურადღებას აქცევს ნუ ჯერ იმიტომ რომ არ დააშავოს დაუშაონ მას და ნუ მეორეც რაღაცა ცოტა ისე იქცევა და გადაწყვეტილი აქვს რომ მთლიანად რეკონსტრუირება უნდა მოახდინოს პაკისტანის ანუ ეს ბიჭი დედამისმა მოაშორა რა ეს 18 წლის ბიჭი რო ჩააკითხა რომ ცოლად უნდა გაყოლოდა თუ გაყვათ რაღაც ტექნიკურად არ ქონდათ ხელი მოწერილი მაგრამ რო ჩავიდა რომ დედამისმა როგორც ვიცი ეს ბიჭი გადამალოთ თუ რაღაც არ ვიცი ზუსტად და ნუ მოკლედ პაკისტანში აპირებს ყოველფრის გადარესტრუქტურირებას და ითხოვს ხოლმე რომ ანუ კვირაში მჭირდება 20,000-იო სულ ცოტაო ან მეტია სასაყვარელი და ანუ რაღაც ანუ გამოდის აი რაღაც ხალხს ეუბნება რომ ეს ქუჩები უნდა გავწმინდო და ეს შენობები უნდა საერთოდ დავანგრიო თავიდან ავაშენო იმიტომ რაღაც ძალიან საშინელებაა არ მომწონს და აი საყვარლობაა გონ მართლა ეს მიხარია რომ პაკისტანელებს ისე მომიბრუნდა გული იმიტომ რომ ძალიან გაბრაზებული ვიყავი მიუხედავად იმისა რომ ჩემი ახლოს მეგობარი ერთ-ერთი ახლოს მეგობარი არის პაკისტანელი ცოტა რაღაც პერიოდი საკმაოდ ისეთი ნაწყენი ვიყავი, იმიტომ რომ ძალიან ცუდი რაღაცები დაატრიალეს ჩრდილოეთ ინგლისში, მაგრამ აი ისე საყვარელ ლექციებია ამ ხალხს და დაატარებენ და რაღაცა სიყვარულის კუნძულივით აქვს მართლა პატარა და რაღაც უსმენენ და ესკელი დადეს და რაღაცა დაგიჟავს და ეხლა დროზე გაიწიეთ ყველანი და ეხლა თუ ვიღაცა ეტყვის რომ სახში არ აპირებ წასვლას და ეს ძალიან პირადულია, მაგრამ არა თუ ვიღაცა გამაღიზიანებელს ეკითხოს და უსმენს დადის სახლში Girl